მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს სამშაბათია. ტელეკომპანია პლუსის ეთერში საავტორო გადაცემა სტუმრად მალხას კაბადაძესთან. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი გვყავს მოწვეული ჩემს გადაცემაში. და სანამ მოვიწვევდე ამას და უმშვენიერეს და უნიჭიერეს პიროვნებას ჩემს გადაცემაში, მანამ მინდა გიმდევნოთ ერთი ლამაზი სიმღერა, მხოლოდ თქვენთვის. მაშასე დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია უნიჭიერესი პოეტი თია ბარბაკაძე. ხო თია, შემოგზავნეთ სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში სტუმრად. მადლობა მოწვევით. როგორი შემართებით ახარ და როგორი განწყობით ახარ. ამაღლებული. მაშინ თხოვთ დაიკავოთ. მადლობა. ადგილი დავზანდეთ და დავიწყოთ. რადგანაც ხართ ასე შემართებით მოსული დღეს ჩემს გადაცემაში და განწყობით, მაშინ დავიწყოთ. პირველი შეკითხვა თია ბარბაკაძეს. ვინ არის თია ბარბაკაძე? უბრალოდ ადამიანი. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ადამიანი ვიყო. ადამიანობა მარტო ვიზუალი ხომ არ არის, ეს არის მთელი შინაგანი მდგომარეობა და სულიერი და რა ვიცი ყველაფერი. ბავშვობის თქმელი მოვლენები. ბავშვობა საოცარი ხანა, ყველაფერი მშობლებთან არის დაკავშირებული. მშობლები მყავს, ყოველთვის ვწუნოთ, რომ პატარები ვართ და სხეთში აყვანილ
წლები დავყავართ, არ ვიცით რა არის გასაჭირი, რა ვიცი, არის პათეს გამოწვევების წინაშე გებით ხოლმე როცა ვიზრდებით და ვერ უკლავდებით პრობლემებს და ვცდილობთ ოცნებობთ რომ ისევ ბავშვები ვიყოთ, მაგრამ ბავშვობა არასდროსგან მეორდება. რომ არ აყვეთ, ვინ იქნებით? ხატვარი. უკეთ ხატავდი ვიდრე ვწერ. ცოტა ხანი პაუზა მაქვს. ყოველთვის მეგონა რომ პოეტობა ყოველთვის მეგონა და ახლაც მგონია კი არა ჯერა რომ აი ეს თვირთი უფრო არა რაღაცა ძალა ჯვარცმა რა სუსტი გაუნიათო ვერზი დავსვეთი ხოლმე ძლიერი უნდა იყოს პოეტობა უფრო სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თქვენი პირველი ლექსი ჩემი პირველი ლექსი სამშობლოს მიუძღვენი წერა-კითხვა რომ ვისწავლე მაშინ დავწერე. სამსტროფიანი ლექსი. რამდენი წელი იყო? 7-8 წლის ასე. და 7 წლიდან დაიწყო ლექსი. კი, პირველად მაშინ დავწერე, მერე მქონდა 17 წლიანი პაუზა. და რა ვიცი. წერდი რაც შიგადაში წერდი ხოლმე და ესე 25 წლამდე. მერე 25 წლის მერე 17 წელი პაუზა მქონდა და ეხლა რამოდენიმე წელია რაც დავიწყე და საკმაოდ აქტიურად. თქვენ ისე არ მოგხვდებით რომ ერთი ორი ლექსი ავადოთ და გავდოთ ჩვენს პროგრამაზე. ხოთ. ეს დღეს არის დაჯილდოება რაღაცა კონკურსში გავიმარჯვე ეს შემოქმედთა საზოგადოება მიმინოს სახელით. მოხონისძიება იგეგმება და იქ არის დაჯილდოება და ჩემი ლექსი წარსდგა პატრიოტულ ლირიკაში გაიმარჯვა და აი მას წაგიკითხავთ. საწნახელიდან ჩამოწურულ მიღოს მაგონე ქრისტეს სისხლივით შემიდედი როგორ ჩამოგბან, როცა გეძახი მთელი არსით ისე მაგონე თითქოს ზეციდან ქრისტე ღმერთი მიწადე ჩამოყავს, ადუღებულ ხარ ძარღვებში და ცდილობ ამოსკდე, ამოიყოლო ვაზის ცრემლი, მიწის სურნელი, ვეღარ გიტევდა ლამისა სადღაც წამომცდე, სენად შემყრი ხარ კიბოსავით განუყურნელი, მოწამლული ვარ შენს დაჭორფლილ მკერდზე ფერები, შენი ტანიდან ის ნაცვლად ქრისტე ამოყავს, შენი ზედაშით ნაზიარე გუფლის ცრემლებით, ნაკურთხ მიწაზე ალავერდით შენთან გადმოვარ, ცა აიჭრება შენს ალერსად მოსულ მერცხლებით, პირჯვრიდან ვცდილობ შეგეშველო ფრთხილად გარდმოხსნა, რამ გვაიძულა გადავცვალეთ ღმერთი ვერცხლებში და საუკუნოდ ველოდებით სულის გამოხსნას. და კიდე ერთი ლექსი რომ გავადოთ. როლში შევედი ჯვარზე ვარ და წყლულებს ვიშუშებ, მალე გარდმომხსნი მანუგეშებ შენი ცრემლებით, დაზარესავით აღმადგინე თუ ვიმსახურებ, ოღონდ მე არა აღადგინე ჩემი ლექსები, თუ არ დამცალდა აღვასრულო რაც მაქვს მისია, იღაღადებენ ჩემს მაგივრად ჩემი ლექსები, სადაც ჩემი სულის კენოზისია, ვისთვის ჯვარცმა, ვისთვის მრწამსი, ვისთვის შედევრი, 10 მცნებამდის წყლებიდან სისხლი გამიშრა, ამოსკდებიანიად ისევ ჩემი ლექსები, დაზარესავით აღმადგინე თუ ვიმსახურებ, ოღონდ მე არა აღადგინე ჩემი ლექსები. დიდი მადლობა. მინდა ერთი რაღაც გავიხსენოთ, ოღონდ არ მახსოვს რომელი წელი იყო და რომელი რიცხვი. მე ჩემი სახელი და ჩემი თეატრის სახელით რომ გაიკეთეთ თქვენ შემოქმედების სახელმწიფოებთან სახში და სახელმწიფო რომელიც მოგესმათ თქვენ. და რაც გაიხსენებით აქეთან აი რომელი წელი იყო ზუსტად შემახსენეთ? მეოთხე წელი 2000 წელი, ის 2020 წელი. მეოთხე წელი. მეოთხე წელი დაიწყო. ხდება რომელი თქო ზუსტად არ მახსოვს. არ მახსოვს, მაგრამ აი როგორ გაიხსენებით? და როგორ გაიხსენებით ამ ყველაფერს? აი რა ვიცი, მაშინ ისეთი რთული პერიოდი მედი და ხო, ღონისძიება, რა ვიცი, დიდებული იყო და ესეთი რთული პერიოდი მედგა და აი ვიქნე ხოლმე რომ ჩემ ალექსებმა გადამარჩინა მეთქი იმ ეტაპზე. მაშინ დავიწყე უკვე ხელმეორედ წერა, მაშინ დავიბადე თავიდან და რა ვიცი. აი როცა ისეთ პერიოდში ხარ, რომ გონია რომ სიცოცხლე დამთავრდა. და
ყველა სასწაულს ხედავ რა გაშემო თუ რა მეხდება მაშინ აღიქვამ რომ თურმე სასწაულებით სავსეა სამყარო. ძალიან კარგი. გადავიდეთ მომდენო შეკითხვას. ლექსი რომელიც შესაძლებლად გამოდენ ყოველს. როგორ ვიქცევით სამშობლოს დღესდღეობით დაგლიჯეთ დაგმეთ ვარყავით ვერ გაგიფრთხილდით არადა უნდა სიყვარულიც ამდეგვეზი და დაგეკითხები განავღირდით ამად უფარო უმადულთათვის თავითვისი შემოგეწია და კიდევ ერთი თუ შეიძლება რამაც გოლგოთიდან გზები გაგიკვალა ჯვარზე მიგუსული ჩემი სხეულია შენს ცის თაღზე ჩემი ღვთისმშობელის კალთა ჩამოძენძილი და ჩამოხეულია ყველა სულის ტკივილს ცამდე დაგიამებ შენსკენ სავალ გზაზე იადამიგია ჩემო ჭირდამთმენო თუ არ მოგიარე როგორც უფალს ყიდნენ ჯვარზეც გაგყიდიან ჩემი მიწის ცოდვით ღმერთსაც ეტირება შენი წილხვდომილი როგორ მიმატოვე თუ ვერ ეზიდები ღმერთიც გეხიდება რომ არ გაგრძნობინო შენი სიმარტოვე ჩემი წარსულიდან ფერებს მომპარავენ წინაპართა ლანდებს აბჯარს ამიყრიან ახლა სტრიქონებზე ისე გამაკრავენ როგორც უფალს ჯვარზე წამებს დამითვლიან სუნთქვა ამიკრძალეს ლოცვა ამიკრძალეს ვერცხლის სიყვარულით სულსაც გახყიდიან როცა ყველა ძარღვში ლოცვა ადუღდება მერე იუდები ნეტავს ადმიდიან კიდევ რამდენ ტკივილს უნდა შევეჭიდო ძალა აღარ მყოფნის ლამის დავიჩოქე ჯვრიდან გარდა მოხსნილს თუ არ მეყოლები გვერდით ტკივილს ჩემსას ღმერთი გაიგონებს გადატეხილ ჯვარზე ნაწლავს გადაგაყვე კვლავაც აღსრულდება ძლევა საყვიველი შენში ამოზრდილი ვაზის არტახები ცამდე ირწევიან თუ კი აკვირდები დიდი მადლობა თია და აი ეს ზუსტად შეესაბამება ამ კითხვას ლექსის პასუხი რა თქვენ ეს ოლექსი ჩაახსოვეთ ყველა გასაგებია გული მტკივა რადგან უქმად გაფლავდულ დროზე მტკივა გული რა ვიცი აი თვითონ დაკარგულ წუთსეც წამზე იმიტომ სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია უნდა მოვასწროთ რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე და ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ საყვარელი წიგნი საყვარელი წიგნი ასე კონკრეტულად ვერ გამოყოფილო ყველა წიგნი მიყვარს ყველა წიგნიდან იმდენი სიბრძნის ამოღება შეიძლება რომ რაც შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში ესე იგი ესე კონკრეტული წიგნი არ მაქვს მაგრამ ყველა წიგნი მიყვარს გრაზდები როცა რა ვიცი აი თუ სადმე წავაწყდით ოროტებას, შურს, აგრესიას, აი ასეთ რაღაცებზე უარყოფით ენერგიებზე ბრაზდები. მოგონებებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი? ისევ ბავშვობა. რა თქმა უნდა. ცნობილი პიროვნება, რომელიც ისაბაზია და თქვენი იდეალია. მე ცნობილი პიროვნება, რომელსაც უნდა მივბაძოთ, მაგრამ ის მე ჩემი იდეალი არის დედაჩემი. ვიტყვი ხოლმე გადაშლილი წიგნი იყო. ესე იგი მთელი ბიბლია იყო რა. მთელი ვეფხისტყაოსანი იყო ის აფორიზმებით უყვარდა ხოლმე საუბარი და ვიტყვი ხოლმე რომ თურმე საფუძველს უყრიდა ჩემ დღევანდელობას თქო თუ რამის წარმოვადგენ დღეს დედაჩემის სამსახურება. ზე ბუნებრივობიდან რომელს ისურვებთ? მიტევება. ხოლმე მიტევება და მე შემდგომ სიყვარული, რა ვიცი, ერთგულება და ყველაფერი დანარჩენი. პირველ რიგში მიტევება, იმიტომ უფალმა ისეთი რაღაც გვაპატია, რომ ჩვენც უნდა ვიყოთ ასეთები, მივბაძოთ. რა არის ყველაზე გონივრული? რაც ოდესმე გსმენიათ ვიღმეს ნათქვამი? ათიმცნება. ყველაზე გონივრული. და უნდა მეცადოთ, რომ ზუსტად ასე ვიცხოვროთ. ისი გაკეთება შეგიძლია დღეს, რაც ერთი წლის წინ არ შეგეძლოთ. ყოველი ნაბიჯით უფრო წინ და წინ მივიწევთ და უნდა გავიზარდოთ კიდევაც ჩვენ ნაბიჯები აი ცდარი ნაბიჯიც კი გვასწავლის ცხოვრებას და აი ცოტა დამჩა კიდე რომ რაღაცა მისდამდე ვიტყვი ხოლმე აი ჩემი წიგნი რომ გამოვა უკვე მუშაობთ ამ თემაზე მე ვიტყვი ხოლმე რომ ჩემი ცხოვრება ამათ ვერ დამერქი და მე კიდე
დანარჩენი შემდეგი წიგნისთვის მზადება. შესაძლებელია თუ არა მოთხოვება უსიტყვოდ. კი, თვალებით. თვალებით. ცევით. შეიძლება ვიღაცის ქცევამ რაღაცა დასკვნამდე მიგვიყვანოს, რომ სწორია, მაგრამ სინამდვილეში არასწორი იყოს და. როცა 80 წლის იქნებით, რა იქნება თქვენთვის ყველაზე რუსთაველი? სიცოცხლე მაინც. სიკვდილის სარეცელზე წევნან ადამიანები, აი მაშინ აცნობიერებენ ყველაფერს და კიდე ვებღაუჭებით სიცოცხლეს, რომ კიდე რაღაცა ცოტა ერთი წამით მაინც გავიხანგრძლივდეს. იმდენად მნიშვნელოვანია და რა ვიცი, იმდენად ბედნიერება დედამიწაზე ადამიანად ყოფნა, აი ამ სხეულში ყოფნა, რომ ვებღაუჭებით რაც შეგვიძლია. არ გვეთმობა. სამწუხაროდ, ჩემი გადაცემის დროის უბრალოდ გასასვლელს უახლოვდება და დიდი მადლობა გადაიხადეთ პირველ რიგში მომზადებისთვის, ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის, იმ ლამაზი ლექსების საკითხისთვის, რაც გაამდეთ ჩემს მაყურებელს ამოწმეთ. მინდა წარმატებები გისურვოთ და გემშვიდობოთ კეთილი სურვილებით და ძვირფასო მეგობრებო, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, უმავალ შეხვედრამდე.